დღემშვიდობისა, მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე კი შავრენა ჭიაურელი ვარ. გვირეკავთ ჩვენ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე 557 88 55 88. ბუნებრივია ჩვენ კვლავ ვისაუბრებთ არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ველოდები მაყურებლის ზარს და პოზიციას, რომელიც შემოგვერთდება როგორც ტელემაყურებელი, ასევე რადიო მსმენელი, რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე. ჩვენ დღევანდელი კითხვა, როგორ შეაფასებთ გუშინდელ აქციას და მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის. თქვენი ცით გუშინ 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროს წინ იყო აქცია, სადაც უშუალოდ ასე ვთქვათ, სუფთა გულით იყო არაერთი ადამიანი მისული, რომელიც აპროტესტებდა არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხს და არა მხოლოდ ასევე არაუკონტროლო მიგრაციას, არა ქართული მიწების გასხვისებას უცხოელებზე. როგორია თქვენი პოზიცია, რამდენად მზად ხართ მომავალი ბრძოლისთვის? პირდაპირ ეთერში მაყურებელს ვუსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. მე პირადად ვიყავი თქვენს აქციაზე. მე ძალიან გული დაწუნდა, რომ მოველოდი, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა. იმდენად გაჭირებაშია ჩვენი ერები. აი ისტორიიდან გახსოვთ ხო? ვიქართა ქართაგან ძლიერთა იწეოდნენ პოტრებივით ჩვენი ქართველები. დღესაც ამ დღეშია ხალხი ისე გაჭირებულია, ვერ აანალიზებს რადიო უბედურება გვეფუქრება ხალხო. ისე და დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს ამდენი. ყველა ტერიტორიას გვედავება, ყველა შვილი მიწად წყალი უნდა და ჩვენი თუ ხიზით ხალხო, ეს სულის დაკიდვის პროცესია რა. ეს შევჭამთ კვერცხს და ხვალე ქათამი აღარ გვეყოლება ხტები. დიდი მადლობა. არ შეიძლება. კი, სრულად გეთანხმებით. მადლობა თქვენ ზარისთვის 557 88 55 88. როგორ შეაფასებთ გუშინდელ აქციას და მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის? შემდეგ ტელემაყურებელს ველოდებით, რა თქმა უნდა, რომელიც ღია ეთერში უკვე შემოგვერთდა. საღამო მშვიდობისა. მოგესალმები შორენა ჩემო ლამაზო. გუშინ ვიხავი ყველაზე ადრე მე მოვედი და მაინტერესებდა თქვენი ხალხი შესწირა გული თავის სამშობლოზე? და მე როგორი შთაბეჭდილება დამიჩა, იცი რომ ბევრს არ შესწირა გული სამშობლოზე და მაგათ რა გონიათ, იცი? ზიან სახლებში ჭამენ, სვამენ, ყავას მიირთმევენ. ესე არ არის ხალხნო რა. სირცხვილი თქვენი, რომ გუშინ თქვენ არ მოხვედით, თქვენი ქმეყნი, თქვენი ერი და თქვენი წინაპრები სისხლით მონაყოვარ მიწასყლის დასაცავად. რა დაგემართათ? სულ მალე გამოჩნდება თარხან მოურავია მართალი თუ ივანიშვილი. როგორ დაგასაქმეთ, როგორ გაგაბედნიერებთ, როგორ გახსნით მილიონერებს იმას დავინახავ. და სანამ კიდევ გვიანი არ არის, დაიბერწეთ ყურები, კარგად დაფიქრდით რასაკეთებთ და გამოგზავნით და დაიცავით თქვენი ქვეყანა, თქვენი ერი, თქვენი შვილები და შვილთაშვილების მომავალი. გმადლობთ მოსმენისათვის. მადლობა თქვენ ზარისთვის, ასევე აქტიურობისთვის, ასევე რა თქმა უნდა, ძალზედ სასიამოვნოა ის, რომ თქვენ გუშინ ბრძანდებოდით აქციაზე. სხვათა შორის პირველი აქციისთვის აი ამ თემით საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, შემდეგი ნაბიჯი, რაც დაიგეგმება უშუალოდ ლიდერების მხრიდან თქვენც გეცოდინებათ და რა თქმა უნდა, უფრო მეტი რაოდენობა ადამიანი იქნება წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს, ალბათ უფრო მაქსიმალურად გექნებათ კვლავ ინფორმაციაც. ამიტომ რა თქმა უნდა, დავალოდოთ თუ რა სახის შეფასებები გაკეთდება და როდის დაიგეგმება შემდგომი გამოსვლა ან სად. შემდეგ მაყურებელს ვუსმენთ, როგორ შეაფასებთ გუშინდელ აქციას და მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის? საუბარი არის ორი არაბული ქალაქის მშენებლობის წინააღმდეგ. გამარჯობათ. გამარჯობა. დიახ. რა თქმა უნდა, ყველომდე ვარ საბრძოლოდ, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არა გვაქვს. და მე ძალიან შემწყდა რა 1000 ადამიანზე მეტი როგორ არ გამოვსულიყავით, რა ვიცი, აი თემლები მომდიოდა და დასწავა რომ აი 1000 ადამიანზე მეტი არ გამოვიდა სამშობლოს დასწავა. ეს არის მართლა სამშობლოს დაცვა. აუცილებელი არის მალი გეჭიროთ, აღარ არის ელექტრონა რა. გვერდზე ხო უნდა დაუდგეთ სამშობლოს საქართველოს. რავი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ზოლად რა თქმა უნდა გავაგრძელებდი არა და შევეცდები ჩემ გვერდზე დავიყენო ბევრი ხალხი და თქვენ გვერდზე და სამშობლოს გვერდზე.
დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, აი ამ მონდომებას და სურვილს აქვს ძალიან დიდი ძალა და მნიშვნელობა, რაც უდაოდ დასაფასებელია. მადლობა თქვენც ასევე პოზიციისთვის 557-88-55 შემდეგ მაყურებელს დაველოდოთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში საუბრობთ საკითხზე არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ და გუშინდელ აქციას ვაფასებთ, ასევე რამდენად მზად ხართ შემდგომი ბრძოლისთვის. პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. დიახ. რაზე თემაზეა? ჩვენ საუბრობთ არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე უკონტროლო მიგრაცია. ჩვენ არ გვაქვს გაგვითიშ ეს ობიექტივი და საერთოდ არც ერთი არხი, არც ერთი ტელევიზია არ აჩვენებს რა ხდება. დიახ, იყო რა თქმა უნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც ნამდვილად უნდა გამოსულიყო, ასე ვთქვათ, სამშობლოს დასაცავად, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ბუნებრივია, შემდგომი ნაბიჯები კვლავ დაიგეგმება, უფრო მეტად ინფორმირებული იქნება საზოგადოება. დიახ. ევროპის დასაცავად სამწუხაროდ როგორ გადააჯიშეს სამშობლოს შეაძულეს ფული შეაყვარეს ევროპამ საცოდავ გაუბედურებულ ხალხს მეწოდებიან ეს ჩვენი საცოდავი ქართველები როგორ დაეცენ ასე დროს რომ არ გამოვა და იგენის დასაცავად რომ გამოვა ევროპის შესლაზე ევროპაში გარყვნილებში ასე არ არის ქალბატონო გასაგებია მესმის თქვენი აზრი გმადლობთ და დაგემშვიდობოთ რა თქმა უნდა თითოეული ადამიანი ვინც გუშინდელ აქციაზე იყო მისული თავდადებისთვის პატრიოტიზმისთვის რა თქმა უნდა მადლობა ნამდვილად ეკუთვნით მათ და ვუსურვოთ უფრო მეტი წარმატება როგორც იქ მისულ თითოეულ ადამიანს ასევე ვიმოდოვნოთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიიტანს გულთან იმ პრობლემას და იმ საკითხს რაზეც ჩვენ აქტიურად რამდენიმე დღის განმავლობაში ვსაუბრობთ და შემდგომი აქცია როდესაც დაანონსდება თქვენც შეუერთდებით აი ამ აქციას პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია გისმენთ გამარჯობათ დიახ ვიქიმი ყავდა აქციაზე პატრიოტ ალიანსის ლიდერები თავისი მაღლები არიან მაგრამ მოსახლეობაზე გულდასყვეტილი ვარ არ ვიცი შეიძლება ვერ მოახერხოს მაგრამ უფრო მეტყავს ველოდი რა თქმა უნდა მზადვარო ვიბრძოლო აი თითქოს ამ ხალხს შემოეწონება ჭირდება არ ვიცი აი რა ხდება ვიბრძოლო დიახ დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის საინტერესო აზრისთვის რა თქმა უნდა უფრო მეტი და მეტი უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით შემდეგ მაყურებელს დაველოდოთ რომელიც დაგვაკავშირდება ობიექტივის ღია ეთერში 557-88-55 როგორ შეაფასებთ გუშინდელ აქციას და მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის პირდაპირ ეთერში გისმენთ გამარჯობა ისმის შემიხმა დიახ მესმის ქალბატონო ისაუბრეთ მოგესალმებით სულ დიახ ეს არის ინდიკატორი მაჩვენებელი იმის რომ ჩვენი ხალხი მართლა გადაგვარებულია ბიჭო დახურულია თქვენ საქართველოს აზროვნების რაღაცა ბოლოტმა ძალამ ეს ხალხი გამოჩიშა ამაზე არის სისტემური საკითხი ხალხი ყუიაში ხმლებში შედიოდნენ სამშობლოს დასაცავად და აგერმა ზიანამისი ვერ მივიდნენ ერთი დღე ვერ გამონახენ მისი ქვეყნის დასაცავად ბიჭო რა გაქვენ ამ თავში ქართველებო რაფერ არ თქვენიერ ბიჭო ამაზე არის კონკრეტული დღე რომელიც დაგვიდგება ჩვენ ქართველო უარი შენს ქვეყანას შენს მიწას რომელზეც განხარ იმის კვეს იცოდე ფეხები საგიწდებიან ყველაზე უშუქი თათივით ვისაც ეს ქვეყნის დაცვის სურვილი არ გაქვთ შეაფასებ უწოდეთ მაგრამ იმედი მაგდილი რომ გამოვსწორდებით ინფორმაციაც არა აგიტაციაც არა ფერი არა იმ ხალხს საკმარისია ერთი ნაციონალური ობიექტივი მუშაობა ამალივე ვერ გადალაღა ყველაფერი და ვერ მიაწვნა ხალხი შეშინებულსა დამჩარი მოდის დასაქმებულისა რაღაცა ყველას მისი პრობლემა აქვს მაგრამ ის ყველაფერი გადაგებით ხალხო და ეხმარეთ თქვენს ქვეყანას დედა სამშობლო გეძახი მომეხმარეთ თუ არ გცხვენიან რამდენი ხალხი შეეწირა მისი ქვეყნის ვიცა მამულთა არ გცხვენიან თქვენ რასაკეთებთ
თასელები. თაფასე კაცლა, თასილა. აბარა. თქვენს მადლობა ქალბატონო ზარისთვის და დაგემშვიდობებით 557-88-55 შემდეგ ტელემაყურებელს დავალოდოთ ასევე რა თქმა უნდა არა არაბულ ქალაქებს საქართველოში არა უკონტროლო მიგრაციას და არა ქართული მიწების გაყიდვას უცხოელებზე გისმენთ გამარჯობა გამარჯობა მერე შემომიშვით რა ეთერში ბრძანდებით დაიწყეთ საუბარი ჯერ იქიდან უნდა დავიწყო ეს არაბიზაცია 100 წელი არ იქნება ეგ ერთი პირველი და რაც თავარია აი ახლა ახალი პარტია რო იქნება ანუ ეროვნული კაცი ვარ ჩვეულებრივ მოვდივარ ჟიადიდან დღემდე მოვდივარ ერთადერთი ნაციონალებისთვის საერთოდ გვერდში არ ავდგავარ ცხოვრებაში და ახლა მით უმეტეს ამ თავის სიტუაციაში ვარ კი ბატონო მაგრამ ეხლა რომ ერთიანი ნეიტრალური საქართველო ვარ მაგის გვერდში ვერ დადგეთ ხო შეიძლება რომ მივახციოთ რაღაცას ეგერის არა ნაკლებ აკეთებენ ისეთი ხალხი არიან მანდაც რა ვიცი ეხლა ბიძინა გიორგობიას მე ჟიადომიდან ავშლობს იქ გელა ნიკოლაიშვილი და რა ვიცი ნორმალური პარტიაა მე მგონი და რა ვიცი იცით რა არის მე თუ შეიძლება მივხედოთ გასაგებია რომელ პარტიაზე საუბრობთ ახლა იცით რა არის მოდით მე დაგისვამთ შეიძლება კითხვას თქვენ როდესაც დაიწყეთ პირდაპირ ეთერში საუბარი თქვით რომ აი ეს არაბული ქალაქები არ იქნება რაზე დაყრდნობით ამბობთ იქნებ გითხრათ ესეც არაბები არიან ისედაც შემოსულები მაგრამ ეს თავიდანვე სულაძაღლებულმა შევაძაძემ გააკეთა მერე მიშამ გააკეთა კიდე და დაამატა და ეხლა მოდიან და არ ჭირდება მაგრამ უყურებო სუდი არის ისიც ალბათ რომ აი დღევანდელ სიტუაციას ბინას ყიდიან არაბებზე, ჩინელებზე, თურქებზე და ამ დროს ქართველი ადამიანი ქუჩაში რჩება, იმიტომ რომ ძვირია ბინა და აი ეს არის ყველაზე ჩუდი. გასაგებია, კარგით, გემშვიდობებით. 557-88-55 შემდეგი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში შეგიძლია შემოგვიერთდეს არაბულ ქალაქებს საქართველოში, არა უკონტროლო მიგრაციას და არა ქართული მიწების გაყიდვას, გასხვისებას უცხოელებზე. როგორ შეაფასებთ გუშინდელ აქციას და რამდენად მზად ხართ მომავალი ბრძოლისთვის? ფაქტობრივად თქვენთვის თემა ცნობილია არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ. დავალოდოთ დიახ მსმენელს, რომელიც დაგვიკავშირდება, შეგიძლიათ რადიო მსმენელმა იაქტიუროთ მათ შორის რადიო სიხშირე FM 105 და 1. თქვენ იცით რომ ხელისუფლება ამბობს ქვეყანაში 6 მილიარდი ინვესტიცია შემოგვაქვს რომელსაც არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი განახორციელებს საიდუმლო გარიგება არაბებთან ფაქტობრივად შეგვიძლია ესეთი დასტაურებაც მივცეთ ამ საკითხს, ვინაიდან ის ხელშეკრულება, რომელიც არსებობს საზოგადოებისთვის უცნობია თუ რა პირობებზეა საუბარი და რა პუნქტები დევს უშუალოდ, რაზე მოეწერა ხელი. არ გამოცხადებულა არანაირი ტენდერი, ასევე არ ჩატარებულა არანაირი ღია აუქციონი, პირდაპირ წესით არის გადაცემული ქონება და არსებული ინფორმაციით ვიცით, რომ ქალაქში არაბები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დასახლდებიან, ფაქტობრივად უძრავი ქონების 60% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაიყიდება. საუბარი არის 9 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორიაზე. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. აუცილებლად მაგი არ უნდა მოხდეს საქართველო იხუტებს. დიახ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, ისაუბრეთ, თქვით, ჩვენ გისმენთ. გაძლევთ დროს. დიახ, მესმის მე თქვენ. გმადლობთ ქალბატონო თქვენს ზარისთვის, დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა გთხოვთ, ასე ნუ ღელავთ, მოუფრთხილდით თავს. გმადლობთ კიდევ ერთხელ. საკითხი, რაზეც საუბრობთ, ნამდვილად გულდასაწყვეტია და მტკივნეულიც მათ შორის, ქალბატონის ემოციაც სრულიად გასაგებია. შემდეგ მაყურებელს ვუსმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. უშინდელ აქციაზე ვიყავით, მართლა და გული დაგდა, რომ ბევრი ხალხი არ იყო
ჩემი აზრით ეს იყო აი ობიექტივის მაყურებელი აუდიტორია უფრო რა და ახლა რანაირი გზებით როგორ თუ შეიძლება დრეწოდებულ ცენტრალურ ტელევიზიაში რომ რეაქციონ აი ირმა იქნება ალბათონი დავიცი ბატონი რამეტრა აიქიდანაც რომ გაჟღერდეს და ქცევშია რომ გამოვწიოდნენ იქრო თქვათ ჩვენი საქმე მოგონი უკეთესი იქნებოდა რა მე ვფიქრობ მე რა ვინც მისნეს და ზაგირდება და დარეკავს და ის საუბარ რომ მართავს მოგაღაცა დიახ, ისიც რა არის? მე მესმის თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ საზოგადოების მასა არ იყო იმდენი, რამდენსაც ელოდებოდით. თუმცა ეს ხომ დასაწყისია. ფაქტობრივად აზრი გაიცვალა, დამოკიდებულება რაღაც ფორმით გამოჩნდა. ბუნებრივია შემდეგი აქცია, როდესაც დაანონსდება ლიდერების მხრიდან, უფრო მეტი ადამიანის მობილიზების საშუალება და დროც იქნება. თან ეს ადამიანები, იცით რა ნაწილში მინდა რომ დაგეთანხმოთ, გასაგებია ობიექტივის მაყურებელიც იყო, თავად ჩვენ მსმენელმაც გვითხრა ეს გადაცემის დასაწყისში. ეს ის ადამიანები იყო, ვინც წარმოიდგინეთ მარშრუტკებით არ ჩამოსულან სოფლებიდან და ასე შემდეგ, ანუ არ ყოფილა ეს ისე დაორგანიზებული, ხომ ხვდებით? აქედან გამომდინარე, სუფთა გულით იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდათ, რომ მიეღოთ მონაწილეობა აი ამ აქციაში, სწორედ აი ეს ადამიანები იყო წარმოდგენილი და ბუნებრივია, ბრძოლას აზრი აქვს და მომავალში უფრო მეტ რაოდენობასაც დაველოდებით. და დიახ, ზონა დაგრია ყოველთვის და უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, მაგრამ აი ეს ცენტრალური ეგრეთ წოდებული ცენტრალური ტელევიზიები უფრო უნდა იყოს დაკავებული აი ჩვენი ამ ლიდერები და ფაქტობრივად ხალხმა უფრო მეტი რომ გაიგოს. აი ეს საკმარისი არ არის, აი ასე ვფიქრობ რა ეს ხალხი. დიახ, გავიქით. მადლობა თქვენ ზარისთვის 558-88-58 შეგიძლიათ თქვენ შემოგვერთდეთ როგორ აფასებთ გუშინდელ აქციას და თუ გეგმავთ რომ აქტიურად იყოთ ჩართული რა თქმა უნდა ბრძოლაში დაველოდებით რა თქმა უნდა მაყურებელს რომელიც ისაუბრებს საკითხთან დაკავშირებით. ხელისუფლების პოზიცია იცით, არაბული კომპანია Eagle Hills-იც უკვე თქვენთვის ცნობილია. ფაქტობრივად 260 ჰექტარის ზღვისპირა ზოლის გადაცემა იგეგმება ბათუმში არაბული კომპანიისთვის და ასევე ბათუმში აშენდება კომერციული ფართები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, არაბული რესტორნები, ბანკები, კერძო ტიპის სასახლეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორია მაყურებლის პოზიცია, გვიკავშირდებით ჩვენს ტელეფონის ნომერზე და თქვენც როგორც ქვეყნის მოქალაქე და შეგტკივათ გული რა თქმა უნდა აი ამ პრობლემაზე, მე დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ისაუბროთ ღიად საჯაროდ, იმისთვის რომ სხვა ადამიანებს მიაწვდინოთ ასევე თქვენი ხმა. პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. ალო? დიახ, გისმენთ, ქალბატონო, გისმენთ ყურადღებით. ალო. ილაპარაკო შვილო. დიახ, ისაუბრეთ ქალბატონო ეთერში ხარ. მე 80 წლის ქალი ვარ შვილო და გირეკავ თქვენაცვალე ძალიან გული მტკივა. როგორ მიყვარდნენ ეს ახალგაზრდები ვინც მოვიდა სათავეში და რას გვიკეთებენ, როგორ გუპავენ. ეს მე შემეჭავი შემეძლო შვილო მოსვლა და ისე კი აი მობილურზე კი ჩემი მას გამოგზავნე. დიახ. ძალიან გული მტკივა შენგენაც შემისავე მეკირება, მაგრამ რა შემიძლია. მიჭირს მოძრაობა ძალიან, თორე ვინ დამაკავებდა. დიახ. მადლობთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის, სრულიად გასაგებია თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება. ნახვამდის. 557-88-95-88 როგორ აფასებთ გუშინდელ აქციას და თუ ხართ მზად მომავალი ბრძოლისთვის, თემა თქვენთვის უკვე ცხადია, არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ, ასე რომ გავიგოთ, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელიც, გამარჯობათ.
როგორც არაბული ქალაქების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე საქართველოში მასიური მიგრანტების შემოსვლა და ქართული მიწის გაყიდვა, გასხვისება. ეს ის ძირითადი საკითხებია, რის წინააღმდეგაც აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა. გამარჯობათ. ალო. ისაუბრეთ თუ შეიძლება, დაუწიეთ ტელევიზორს და გითმობთ დროს. ქალბატონო, დაუწიეთ ტელევიზორს და ისაუბრეთ. კარგი, თუ შეიძლება დავემშვიდობოთ ქალბატონს, მას დაუბრუნდება ჩემი ხმა, ოდნავ მოგვიანებით გაიგებს და შემდგომ, როდესაც გაითვალისწინებს, შეგვიძლია მივიღოთ ის პირდაპირ ეთერში. 557 88 55 88 და მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ. ახლა უყურებ ობიექტებს და ხალხში არ გადის ინფორმაცია, არ იცის ხალხმა. მეორეც ახლა გულში რომ მოსულიყვნენ კონსერვატორები უფრო კარგი იქნებოდა და რავი ამ სამღვდელოებამაც უნდა ამოიღოს ხმა. დიახ, არ გადის ხმა, რას ნიშნავთ? ანუ არ არის საკმარისი ჩვენი ხმა, ამას გულისხმობთ, ხომ? ობიექტებს არ უყურებს ბევრი ხალხი. რამე ისეთ არხიდან რომ ისაკლეს, გამოეკვეს პროკლამაციები რაღაც რომ ამ დღეს არის შეკრება. კონსერვატორებიც უნდა მოსულიყვნენ, ცალ-ცალკე პარტიებით, ესე იგი ისე გამოდის რომ ეგ მაგათ ვინც არ მოვიდა, მე ასე მესმის და ასე არის რომ არა ლიდერობა უნდა და როცა ერს უჩეს, ხო კონსერვატორიც უნდა იყოს, პატრიოტიც უნდა იყოს და ნაცრების გარდა მაღლა ყველა იქ უნდა იყოს. კარგით, გავიგეთ თქვენი აზრი, თუმცა თქვენ არასწორად აფასებთ, რომ ობიექტივს არ უყურებს ბევრი ხალხი, თქვენ იცით, რომ ნებისმიერ მედია საშუალებას, ტელევიზიას თუ რადიოს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, ყავს თავისი აუდიტორია, შესაბამისად გარკვეულწილად სტატისტიკურად სხვადასხვა რაოდენობა ადამიანების, ხომ? ასე რომ ობიექტივს რაც შეუძლია მაქსიმალურად არ ზოგავს დროს, არც ენერგიას მათ შორის და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის პრობლემა, რაც არსებობს, საზოგადოების ყურამდე მიიტანოს. რაც შეუძლია, ეს არის და ეს. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ისაუბრეთ. ეთერში საუბრობთ? დიახ, ეთერში ბრძანდებით, გისმენთ. გვაინტერესებს გუშინ აქცია რატომ არ გასუქდა თულიყო ხალხი? გუშინ იყო, რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი პირველი აქციისთვის, ასე ვთქვათ, რომ ვთქვათ, განსაკუთრებულად ბევრი ხალხი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იმედია, რა თქმა უნდა, იმის, რომ მომავალში აუცილებლად უფრო მეტი და მეტი ადამიანი იქნება წარმოდგენილი აქციაზე. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, ვაფასებთ გუშინდელ აქციას, რას ფიქრობს საზოგადოება, არაერთი გულდაწყვეტილი მაყურებელი შემოგვიერთდა, რომ უფრო მეტ ადამიანს ელოდებოდა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა გასაგებია. ამიტომ შეგვიძლია განვიხილოთ და ვიმსჯელოთ ეს საკითხი, რატომ არ აქტიურობს საზოგადოება, ნუ თუ არ შესტკივათ გული იმ საკითხზე, რაზეც ჩვენ ასე აქტიურად ვსაუბრობთ და ასე შემდეგ. არის რიგი კითხვები ბუნებრივია, რასაც პასუხი სჭირდება. ამიტომ თავისუფალი ეთერია და გავცვალოთ აზრი. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. გენეთოლე დღეს იყო ნეიტრალური საქართველოს პრილობა. აი ნეიტრალური საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ძიხანია სამბრუზა. აქ რამე უსწრება ესმანეთს. ქალბატონო, ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ უშუალოდ ქალბატონი ირმას ან ბატონი დავითს გაესაუბროთ, რაც შეეხება ჩვენ საკითხს იცით, რომ გუშინდელ აქციას ვაფასებთ, ამიტომ შეგიძლიათ თემატურად შემოგვიერთდეთ და ისაუბროთ. სამწუხაროდ გაითიშა ზარი, ამიტომ შემდეგ მაყურებელს დავუთმოთ დრო, რომელიც გვიკავშირდება 557 88 55 88-ზე. გამარჯობათ. გამარჯობა. ალო, მოგდე. ისაუბრეთ, დაუწიეთ ტელევიზორს და გითმობთ დროს. რატომ არ არის გუშინდელი მიტინგი? როგორ? გუშინდელი მიტინგი, რატომ არ არის? ვერ გავიგე უკაცრავად.
და მიტინგი რატო არ აქვს ტელევიზიაში? იცით რა არის? ვიდეო აუცილებლად მომზადდება, რომლის ხილვის შესაძლებლობაც გექნებათ, თუმცა უკეთესი იქნებოდა მიბრძანებულიყავით უშუალოდ თქვენც და აქციაში მიგიღოთ მონაწილეობა. ამ შემთხვევაში თავად თქვენი თვალით ნახავდით საზოგადოების მობილიზებას. გიპასუხეთ. იცით რა არის იმისთვის რომ თუნდაც პირდაპირ ეთერში მოხდეს ის რომ თქვენ თვალი ადევნოთ ასე ვთქვათ იმ აქციას კონკრეტულს ხომ სჭირდება სპეციალური მომზადება თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით თქვენ იცით რომ ამ დროისთვის ობიექტივს აქვს გარკვეულწილად ხომ რიგი პრობლემა ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ შეგეძლოთ თავად მიბრძანებულიყავით თუ არა და შემდგომი აქციების როდესაც დაანონსდება იქ შეგიძლიათ მიბრძანდეთ აი ეს შემიძლია რომ გიპასუხოთ რაც შეუძლია ობიექტივს აკეთებს იმას ამის თქმა მსურს მოგესალმებით გამარჯობათ. გამარჯობათ. ჩემი სული და გულით მად ვიყავი შვილო, მაგრამ 80 წლის ქალი ფეხებ ტკივნეული ვერ მოვედი იქ. გადმოვთავ ყველა აქზე არსად რომ არაფერი არ იყო. აი ეხლა ვისმენძო ცოტა ხალხი იყო და გული ჩამწყდა. მეტის ღირსი ხომ არა ვართ ქართველებო, მეტის ღირსი არაბები კი არა, ვინ არ უნდა შემოვიდეს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში. რამდა გაჟინათ სახში, ვისაც შეგეძლოთ მისვლა. მეტი რაღა უნდა გაგვიკეთოს სამთავრობა. ვინ იყო ის ხათი ზვიადისია, რომელ ზვიადისობაზეა ლაპარაკი, რომელსაც ბიზი და გიორგობიანი მიელწიდა ამ მთავრობას. გელა ნიკოლაიშვილი, ნანა კაკაბაძეს არ შეიძლება გვერდში დგომა ხალხო. გაგიჟდა ეს ჩვენი ხალხი, გაგიჟდა დაგვუპა საქართველო. მაგრამ გოგა ხაინდრავა უცნობმა ნანა კაკაბაძემა ამნაირმა გაფუჭებულმა ქართველებმა თუ არიან ქართველები ეგეც საკითხავია გამოდით ხალხო გარეთ გამოდით აღარ არიან ქართველები გარეთ ეს საზღვარგარეთ ვიღა უნდა გამოვიდეს მაგრამ ვინც ახართ გამოდით გარეთ დედა ბუდიანა გამოდით გარეთ როგორ დარჩით ტელევიზორს უნდა უყუროს ახალგაზრდა ტელევიზორს რა ხდებოდა რუსთაველის მეტროსაც არ ხვენიათ გვადლობთ ქალბატონო თქვენ ძარისთვის და გემშვიდობებით 557-88-55-88 შემოგვიერთდით არაარაბული ქალაქების მშენებლობას ასევე საქართველოში უცხოელების მასიური შემოსვლა და ქართული მიწების გაყიდვა, გასხვისება, ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც აპროტესტებს როგორც პატრიოტთა ალიანსი, ასევე ის საზოგადოება, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი აქციაზე. პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ, ყურადღებით, გამარჯობა. მოგესალმებით. დიახ. აი ეს არის ეს რატო არის ხალხი ისი დაგანდება ქალბატონმა რომ გამიკაროთ ხელოდეთ გამოდით და ხავასწავლეთ ისე არ ვიციდება რა სურვილი რომ გამოვიდე თქმა უნდა ეხლა რეგიონი ფათამაძე და ისინი მეზიდრება რომან გოციზე აქ ძილი მისმაკები მაგრამ მანდაც არ მოვა იმიტომ რომ ეს ისეთი თაობარი ნო აი თუდად მოქმედებს ჩემს მე თვითონ ვიტყვი უკვე ესე ყველაფერი ქართული გამოდის რომ ჩემ წინა ორი მოკეცნა ეხლა რაუდები და ზუსტად ნახლებად და ზუსტად არაბზე და გადამცირზე და უჯიშოზე გავყიდე. ეს გამოხატა პროცესებური. ყველანაირი ქართული კიდე. ვაი მეთქმა საქართველოს ნაკრები მოიგი. თუ ყველა დავწერე საქართველოს ნაკრები ფეხბურთი, ციცი, ესპანეთთან გუშინ ყალადობდი და გავიმარჯვე. როდამეტე საქართველოს მოდი დავმარცხნებოდი. აი თუ კარგად ძამდებული. აი ეს არის სიმართლე. ყველა იწუება. ყველა. დიახ, მე არ ვიცი კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ ყვილს რას გულისხმობთ. ეს არის სუფთა გულით ის აქცია და ის პროტესტი, რაც რეალურია, თუმცა ეს თქვენი აზრია, რა თქმა უნდა. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. ალო. მოგესალმებით, ისაუბრეთ. ისმის? დიახ. დიახ, მოგესალმებით. ივესალმებით თქვენ ტელევიზიას. ალბათ. არის ის უკაცრავად ტელევიზორში. ისმის, ბატონი, ჩვენ გვესმის, თქვენი ხმა, ამიტომ ისაუბრეთ. დიახ. ყველანი საერთოდ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას. არავინ არ უნდა დარჩეს სახში
და უნდა ახუდგეთ წინა არაბების შემოსვლას და არაბის და ირანელის და ინდოელის იყოს. ხალხი გამოდიოდა გოლით, სისხლით და ყოველი კვადრატული მეტრი მიწა სისხლით არის გავშენთილი ჩვენი საქართველოსი, ასე დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა. ტონობით სისხლია ქართულ მიწაში. ნუ გვესწარება, გამოდით ყველანი ახალგაზრდებს განსაკუთრებით, გამოდით და დავგეთ სადაც საჭიროა ბრძოლის ველზე, იგივე ბრძოლის ველია ეს და გაამთავისუფლოთ ჩვენი მიწა. დიახ. მადლობა თქვენ ძალისთვის, რა თქმა უნდა, ნახვამდის 557-88-55-88, იცით რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გამოკითხვა და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ თქვენ საჯაროდ ისაუბროთ ჩვენს დღევანდელ თემაზე. გამარჯობა. გამარჯობათ. საქმე იმაშია, რომ მე ვიყავი გუშინ, რა თქმა უნდა, გული დამწყდა და უცებ არ იყო ბევრი ხალხი, მაგრამ მე როგორც მithres ლიდერებმა მithres რომ ეს იყო დასაწყისი და აბსოლუტურად არ იყვნენ ისინი ამ ხრივ გაწბილებული ასე ვთქვათ რა ამ პრობლემა არ იყო. მე უბრალოდ იცით რა მინდა ვთქვა, რამდენი რაოდენობა იყო რა თქმა უნდა გული მტკიოდა, იმიტომ რომ თუ ქართველებს არ გვაქვს ეს აზრი რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ, ჩვენი წილი საქართველო უნდა დავიცვათ, ეს ერთი მაგვირებს. მეორედ ეს არ იყო პარტიული, აი ყველასთვის მინდა გასაგები რო იყოს. ეს არ იყო პარტიული შეკრება. ეს არ იყო პატრიოტთა ალიანსის მიერ მოწყობილი პარტიული რაღაცა ღონისძიება. ეს იყო საქართველოზე საუბარი. ეს იყო ჩვენს მიწა-წყალზე საუბარი. ეს იყო ის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წილის საქართველო. ამაზე იყო, ეს იყო მთავარი ლოზუნგი ამ აქციისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმათვის, ვინც ეს ვერ გაიგო და გონია, რომ იყო ეს ვიწრო პარტიული რაღაცა ქმედება. დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც იქნება გამოსვლა იმაზე, რომ უარი ვუთხრათ არაბული ქალაქების მშენებლობას, გაიგეთ პირდაპირ ეს, რომ არაბული ქალაქების მშენებლობას აპროტესტებთ ჩვენ და არა ვიღაცა პარტიას ვუჭერთ ხაზს. გასაგებია ესა? თუ ვერ გავიგეთ ქართველებმა, რომ დაგვიდგა დრო დაგვიდგა ხალხო 21 საუკუნეში, რომ ისევ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი ხალხო, გაიგეთ რა. ახალგაზრდამ და ძველგაზრდამ რა არია გაუგებარი, ჩემთვის გაუგებარია ეს მაგალითად და ამიტომ ჩემო ძვირფასო, მე მინდა რომ შემოუძახო ქართველობას, რომ გაახილეთ ხალხო თვალები, გამოიღეთ ამ ყურებიდან დაცული ეს რაღაცეები, შეხედეთ ამ თვალი აწიეთ იმ ტელეფონიდან და ინტერნეტიდან რა ხდება თქვენს ირგვლივ. ხვალ იქნებით მონები ამ ქვეყანაში ხალხო, რა დაგემართათ, კაცო ვერ გავიგე. ამათ მოუწოდებ და ძალიან დიდი ბოდიში ემოციისთვის. ძალიან დიდ პატივს მე ჩემს ერთ, მაგრამ მე მიტყვის რომ იმას ძინავს შემოკარგო, ძინავს და ვერ გამოფხიზდა. ამიტომ შვიდში იქნება კიდე აქცია, წავალ შვიდში, იქნება 13-ში, წავალ 13-ში. ასე ვივლის სანამ არ მივახსევ მიზანს. აი ასეთი ვარ მე და მოგიწოდებ რომ თქვენც ასევე გააკეთოთ. მე თქვენნაირი ვარ, ჩვეულებრივი ერთი მოქალაქე რა. კარგად იყავი. დიდი მადლობა თქვენ ესე საინტერესოდ ჩამოაყალიბეთ აზრი, დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვის სრულიად გასაგებია, რეალურად რაზეც საუბრობთ, არის გარკვეული ნაწილი საზოგადოების, რომელსაც არ უნდა რომ გაიგოს და ისეთ ფორმას ძენს, რომელზეც მაგალითად პირდაპირ ეთერში საუბრობს, იყო რამოდენიმე 1-2 ზარი ასეთი. შემდეგ მაყურებელს უსმენთ. გამარჯობა. ალო ისაუბრეთ გისმენთ. ბათუმელებს მიმართავ. რო გამოდიხარ და ტირიხარ. დაუწიეთ ქალბატონო ტელევიზორს პირველ რიგში თუ შეიძლება. აწეული მაქვს, აწეული. ხარვეზით ისმის ხმა, კარგით, ბრძანეთ. ბათუმელებს მიმართავ, გინაცვალე. რო გამოდიან და ტირიან, ამდენი ხალხი შემოვიდა, იმდენი ხალხი შემოვიდა. ქართული ენა არ ისმის. ხალხო, რას ელოდებით თბილისს? სადაც თბილისში იქნება აქცია, თქვენ შეეკრიბეთ მან. აჩვენეთ ამ დანობას, რომ უჭერთ თუ არა მხარს ამ არაბულ
ქალაქებს. აუცილებელი არ არის აქ ჩამოხვიდეთ. ყველა ქალაქში უნდა იყოს გაფანტული აქციები. მარტო თბილის ნუელოდები. დადგება დრო რომ ერთად შევიკრიბებით სულ. და თქვენ შვილო. დიახ. არა უშავს, ცოტა მივიყავით ხალხი, ასე იწყება აქციები, მე გამრავლდებით. და კიდე ერთი რამე მინდა მიგითხრათ. ვიღაცა იყო დარეკაო აქო ნაციონალების გადაო, როგორ ნაციონალების ამომრჩევლებზე ვისახი, ისინი ქართველები არ არიან? დიახ. იმას ასკივად გული? აი, ჩვენ პარტიაზე არ ვამბობ, პარტიის ლიდერებზე, თვითონ ხალხზე ვიძახი. ამიტომ სულ ყველა უნდა გამოვიდეს, ეს ეხება სულ ყველას, ეს არის ჩვენი სამშობლო. მაპატიე ჩვილო. რას ბრძანებთ? მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის რომ შემოგვერთდით, აი ესე საინტერესოდ გამოთქვით თქვენი აზრი, სრულიად მისაღებია თქვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, საინტერესო ინიციატივა მათ შორის. შემდეგ მაყურებელს შეუძლია ასევე დაგვირეკოს 557 88 55 88 არაბული ქალაქების წინააღმდეგ ეს ძირითადი საკითხი იცით, ასევე საქართველოში უცხოელების მასიური შემოსვლის პროცესი და ქართული მიწის გაყიდვა, ეს ის საკითხებია, რასაც აქტიურად აპროტესტებს საზოგადოება. გუშინდელ აქციას ვაფასებთ და რამდენად შემართებით ხართ მომავალი ბრძოლისთვის, გვიკავშირდებით და გვიზიარებთ თქვენს აზრს, რა თქმა უნდა. იცით რომ საზოგადოების ერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაბული კომპანია Eagle Hills-ზე, რომელიც გახლავთ კონტრაქტორი ხო, რა თქმა უნდა, და ის გეგმავს აი ამ ქალაქების შენებლობას საქართველოში, ზუსტად იგივე კომპანია იყო მონტენეგროში, რომელსაც სურდა უფრო მეტი და უფრო დიდი ქალაქის აშენება და ამას ხელი შეუშალა საზოგადოებამ, საზოგადოების ერთობამ და ბოლოს ისიც აღნიშნა Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა, რომ ტენდერში მონაწილეობა შეცდომა იყო და მას იდეა უწოდა, ფაქტობრივად მან უკან დაიხია და ისიც თქვა, რომ თუ არ იქნება საზოგადოების ნება, ეს ინიციატივა და ეს აზრი არ განვითარდება და არ გაგრძელდება. ამიტომ არის აქაც გადამწყვეტი საზოგადოების აქტიურობა და ერთობა, რა თქმა უნდა, რომ თუ არ გსურს აი ამ ქალაქების მშენებლობა და გაპროტესტდეს, ცხადია. მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. გამარჯობათ. ნანა ჯობლიძე. დიახ. ხარს უჭერ აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით. გულს ნუ გაიგებთ. მცირედ ხალხის მოსვლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გამრავლდება შემდეგი მიტინგები. საერთოდ მდინარე ნაკადულად მოდის, მაგრამ ქვევით როდესაც ჩამოედინება ის დიდი აზღვევებული მდინარეა. დიახ, უნდა შევახსენოთ ჩვენს მთავრობას, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვარ და წინ უნდა ავუდგეთ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები და ჩვენი ხმა უნდა იყოს ყურადღებული. დიახ. გმადლობთ თქვენ ზარისთვის, სხვათა შორის პირველი აქციისთვის ნამდვილად არ იყო, ცოტა ხალხი, იყო საკმაო რაოდენობის საზოგადოება, თუმცა რა თქმა უნდა, უფრო მეტი და მეტია საჭირო, ამისთვის კი რა თქმა უნდა იაქტიუროთ ისევ და ისევ თქვენ. შემდეგ მაყურებელს უსმენთ კვლავ. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ. იცით რა არის? მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ინგლისი, ამერიკა და საბჭოთა კავშირი გაერთიანდა მთავარი ბოროტების წინააღმდეგ. მაშინ არ ხორგონია ინგლისს და ამერიკას საბჭოთა კავშირი უყვარდა, მაგრამ მთავარი მტერი იყო დასამარცხებელი. აი გადმოვიდეთ ახლა. წლის მანძილზე ნაძრავს იმ ხალხს ახალგაზრდობას რუსთაველზე რო დგას ნაძირალებს ეძახით. ხო და ახლა გიძონათ მოსულიყო იქ პარტიული იძახეთ, მაგრამ იმ ხალხს წენა აქვს და ჩარჩენით. თქვენი პარტია რა არის თვითი? ოპოზიცია და ანტიფოს ეძახით.
კარგით რა, ნუ იცით ხოლმე ასეთი გამოსვლა პირადად თქვენ პირდაპირ ეთერში იყავით, გთხოვთ ობიექტური და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას. მაინც და მაინც ასეთი ფორმით უნდა მოქმართოთ, არა და ნამდვილად არ მინდა ჩემი პიროვნული თვისებები ასე საჯაროდ. აი განსაკუთრებულად ბატონო, როდესაც თქვენ რეკავთ ხოლმე პირდაპირ ეთერში ხართ, აგრესიული და ავრცელებთ დეზინფორმაციას, გთხოვთ შეიკავოთ თავი, ან გადაამოწმოთ ინფორმაცია. აი რა ფორმით შეიძლება მოგმართოთ, მართლა არ ვიცი. შემდეგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. მოგესალმებით. დიახ. გუშინ მე ვიყავი ჩემი ოჯახით ერთჯერზე ვიყავი. ძალიან მეკი ამოწოდეს მაგიერი, ძალიან მეკი. აი წინა გამოსვლებში ხალმა როახსენა, ბათუმი როახსენა, ბათუმ ელექტრომიმატო. აი წინა გამოსვლელი ქალბატონი ვირთი ქალბატონი. ამ საიდები იყოს ყველა. აი მაშინები კარგად. ვირთი ქალბატონია, ყოველთვის ისმენდა ეს ბინდები ქალბატონის ლაპარაკში. მე მაჯანწერება მოკიდერება და ყოველივე კარგი. გმადლობთ ქალბატონო თქვენც. როგორ შეაფასებთ გუშინდელ აქციას და მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის? ობიექტივის პირდაპირ ეთერში გვირეკავთ ჩვენს საკონტაქტო ნომერზე, თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით ჩვენი საკონტაქტო ნომერი. ასე რომ შეგიძლიათ შემოგვერთდეთ და თქვენც თქვათ თქვენი აზრი, როგორ შეაფასებთ გუშინდელ აქციას და რამდენად მზად ხართ შემდგომი და შემდგომი ბრძოლისთვის. არის ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი. პირდაპირ ეთერში მაყურებელს ვუთმობთ დროს, გამარჯობა. აი ახლა შემოვედი, აი ისეთი ხალხი შემოდით რაღაცა უაზრო რაღაცა სამუბედ. აი ყველასი დიცი რა არის თუ აი წერალი მე რო თუ წერალი გიორგობიაზე რო თუ ის ქალბატონი ვიღაც გამომეკიდა ეგ ასე თავთ ერთმანეთს ყველასი დე არის ისიც რომ აი ალეკო ელისაშვილზე არაფერს არ აბარაგოთ რომელიც არის იმენა ტერორისტი, ბატონო ტერორისტია რა. ძალიან გთხოვთ რა, მე უნდა დაგემშვიდობოთ, გთხოვთ. ჩვენ ალეკო ელისაშვილზე არ ვსაუბრობთ. თქვენ იცით რომ ვსაუბრობთ სულ სხვა საკითხზე ახლა განვიხილავთ ისეთ თემას, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ ამ კონკრეტულ მომენტში, ხომ? მეც მაკეთებინებთ აი ამ ხელა შეფასებას. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია, გამარჯობათ. თემატურად თუ შეიძლება დაუწიეთ ტელევიზორს და გითმობთ დროს. დაუწიეთ ტელევიზორს, სხვა შემთხვევაში დავემშვიდობები ალბათ ამ მაყურებელსაც. დიახ, სწორედ ასე მოხდა. დიახ. ჩვენ დღევანდელი თემა თქვენთვის ცნობილია. ორი არაბული ქალაქის მშენებლობის წინააღმდეგ. თქვენ იცით რომ გუშინ 30 ნოემბერს შედგა აქცია და ვაფასებთ გუშინდელ დღეს და ასევე რამდენად მზად ხართ შემდგომი და შემდგომი ბრძოლისთვის. პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობათ, ქალბატონო, ისაუბრეთ. სტუდენტები რამ დააჩმორიკა, რამ დააძინა. თავარი ძალა სტუდენტებშია, რატო არ გამოდიან? სამშობლო რა, მაგათი არ არის. დიახ, შემდეგ ქალბატონო, გააგრძელეთ, ბრძანეთ. დიახ. ძალიან სწორია, რა თქმა უნდა, თქვენი აზრით, აქ არ აქვს მნიშვნელობა, არც ასაკს და არც რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ. ფაქტი არის, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საკმაოდ პრობლემურია და უნდა ვიყოთ ერთად და ერთობის საფუძველზე უნდა დადგეს რეალური შედეგი. მაყურებელი ხაზია, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ძალიან კარგი იყო დავითის და ირმას გამოსვლა. მერე და მერე უფრო იმატა ხალხმა დასაწყისში ნამდვილად ყველა შევშფოთდით. მე ბოლომდე ვერ დავჭი სამწუხაროდ, მაგრამ უკვე ავტობუსიდან დავინახე, რომ ძალიან მომატებული იყო ხალხი. შეიძლება დრო არის შესაძლებელი, არ არის ეს პრობლემა ტექნიკური საკითხები, თქვა შეიძლება ან სხვა დღე იყოს, ან უფრო საღამოსკენ. ამის ყველაფრის მოგვარება შეიძლება და მე დიდი მაქვს ღმერთის წყალობით, რომ გაიღვიძებს ქართველი ერი. მადლობა. თქვენ მადლობა ასევე.
რამდენიმე წუთი გადაცემის დასრულებამდე, ამიტომ მაქსიმალურად შევეცდები გავიგო იმ მაყურებლის ხმა თუ რადიო მსმენელის, ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს ობიექტივის პირდაპირ ეთერში, როგორ შეაფასებთ გოშინდელ აქციას და მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის. მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. კარგი იყო, კარგი გენაცვლე, განაგზეთ მაგდებით განაგზეთ. ოღონ აი სურათები მოგაშორეთ კადრები ადნო, კადრები რა. არაკაცები სურათები მოგაშორეთ. კარგით, ნახვამდის თქვენს. და რაც შეეხება შემდეგ მაყურებელს, თქვენი ხმა არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, თქვენ ხართ პრიორიტეტი აქ, ამიტომ მაქსიმალურად შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და თქვენც ისაუბროთ. დიახ, მესმის სრულად მაყურებლის დამოკიდებულება განსაკუთრებით ის, ვინც გუშინ აქციაზე იყო, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანია საჭირო, რა თქმა უნდა, ამას დროც სჭირდება და მიუყვებით ცხადია. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. იცით რა შეასაქმე? ბევრი ვერ მოვიდა ალბათ, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემები ჰქონდა. ამიტომ ხო შეიძლება დავრეკოთ რაღაც ნომერზე, ჩაგაწერიოთ ჩვენი მონაცემები, როგორიც არის დაუშვათ მოწმობის პირადობის ნომერი. მე სიამოვნებით მინდა მივიღო მონაწილეობა ამაში, მაგრამ ფიზიკურად ესე იგი და თქვენ მოგეხსენებათ ახლა 78 წლის ასაკის ხალხს დიდხანს ვერ დადგება გარეთ. ხო, აი ამიტომ აუცილებელია რაღაცა ტელეფონის ნომერი, რომლით ეს დაგიკავშირდებით და თუმცა თქვენ ხომ იცით ქალბატონო ახალი ფორმატი რომ თქვენ იტყვით მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქის მშენებლობის მოკლე ვიდეოს ჩაწერთ და გაგზავნით ტელეფონის ნომერზე მე რა თქმა უნდა მოგახსენებთ აუცილებლად ტელეფონის ნომერს WhatsApp-ით, Viber-ით ან Telegram-ის საშუალებით რომელიც ხელითაც მოგესურვებათ უნდა გაგზავნოთ ეს შეტყობინება და თქვენი ხმა რა თქმა უნდა მიღებული იქნება ასე რომ ეს არის შესაძლებელი და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობაც და თქვენი აზრიც დააფიქსიროთ. ხო, აუცილებლად ეს ჩვენთვის აუცილებელია ხანდაზმულებისთვის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თუნდაც გუშინელი დღისთვის. ეს იქნება დასაწყისი და ეს არ დამთავრდება. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. დიახ. 557-98-55 შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ რა თქმა უნდა არაბული ქალაქების მშენებლობას ეს გახლავთ ჩვენი საკითხი გამარჯობათ გამარჯობათ იცი რაშია საქმე ჩემას მოგახსენეთ დიახ ამას წინათ ტელევიზორში გულიაშვილის რომ გადაცემა იყო ყავდა მიყვანილი დემოგრაფი, ერთი კაპანაზია და მეორე ვიღაცა რა ვიცი მე. ხო და იგივე იცი რა თქვა რომ საქართველოში 4 მილიონამდე კაცი ცხოვრობს, ხო და აქედან 86% ქართველიაო. ისე იგი რას აკეთებენ ეს ახურების. გთხოვთ კორექტულად რა. ძალიან გთხოვთ, როდესაც პირდაპირ ეთერში რეკავთ. განსაკუთრებით გაითვალისწინოთ. ნახვამდის თქვენც და რაც შეეხება მე მინდა ქალბატონი რომელმაც გამოთქვა აზრი რომ იქნები იყოს საშუალება რომ ტელეფონის საშუალებით რაღაც ჩვენი შეტყობინება გავგზავნოთ 591 94 95 45 აი ამ საკონტაქტო ნომერზე შეგიძლიათ გაგზავნოთ მოკლე შეტყობინება სადაც ჩაწერთ თქვენს ხმას რა თქმა უნდა თქვენი ვიზუალური გამოსახულებით რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის და გაგზავნით აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ 591 95 უკაცრავად 94 95 45 და გაგზავნით WhatsApp-ი, Telegram-ი, Viber-ი, Messenger-ი, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებაც გიწყობთ ხელს. მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. ისაუბრეთ, ქალბატონო, ისაუბრეთ, ნუ დააყოვნებთ. ალო. ისაუბრეთ, გამარჯობა.
კარგი, სამწუხაროდ მომიწევს მე ქალბატონს დავემშვიდობო, ვინაიდან დაგვიანებით მოდის მისი ხმა. უკაცრავად ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობდით საკითხზე, თუ როგორ შეაფასეთ გუშინდელი აქცია, როგორ შეაფასებდით და მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის. მაშ ასე მე შორენა ჭაურელი ვარ, დაგებრუნდებით სულ რამოდენიმე დღეში რა თქმა უნდა. მადლობა აქტიურობისთვის, აზრებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.